გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. ჩაშლილი სხდომა, ვინ რა როლი ითამაშა დამდგარ შედეგში. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ჩაშლილმა შეწყვეტილმა თუ დასრულებულმა სხდომამ არსებულზე მეტი შეკითხვა გააჩინა. რატომ გამოაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომა დასრულებულად? ვინ დაარწმუნა ამის საჭიროებაში? ეჭვები გააჩინა იმ გარემოებამ, რომ კომიტეტის სხდომაზე გამოცხადებული 5-წუთიანი შესვენების დროს რომან კაკულიამ დარბაზი დატოვა და უკვე დარბაზში დაბრუნებულმა სულ მოკლე დროში სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. მისი გადაწყვეტილების კომენტირებისას კი თქვა, რომ ითათბირა გუნდთან, კონკრეტულად ვისთან კომიტეტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია. რა როლი მიუძღვით ამ გადაწყვეტილებაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს. რამ შექმნა დარგობრივი კომიტეტის სხდომის ჩაშლის საფუძველი? რამდენად დამაჯერებელია ეს საფუძველი კომიტეტის სხვა წევრებისთვის? რას ემსახურებოდა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის კობა გვენეტაძის მისვლა კომიტეტის სხდომაზე? იყო თუ არა იგი მზად მოესმინა შეკითხვები და შერჩევიდა ეპოსუხა მხოლოდ იმ კითხვებზე, რომელიც მისი აზრით არ დააზარალებდა ფინანსურ ინსტიტუტს. საქმის საჯაროდ განხილვას TBC ბანკისთვის შესაძლოა ზიანი მიეყენებინა კობა გვენეტაძის ეს მოსაზრება რომან კაკულიამ კომიტეტის დასრულების გადაწყვეტილების არგუმენტად გამოიყენა. ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს განსხვავებული შეფასება აქვს. TBC ბანკის დამფუძნებელები ამბობენ, რომ საკითხი გასცდა კერძო ბიზნესმენებსა და ბანკს და ქვეყნის სტაბილურობასა და რეპუტაციას ეხება. რუსუდან დუმბაზე პარლამენტიდან ჩაშლილი სხდომის შემდეგ გაკეთებული კომენტარებით ჩაგვერთვება. დიახტიანა, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა დარგობრივი კომიტეტის დღევანდელი სხდომა. აქ მოსული მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს არ უპასუხიათ დეპუტატებისთვის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ეს სხდომა ჩაიშალა სწორედ იმ ხმაურისა და საკმაოდ მწვავე დაპირისპირების გამო, რომელიც 2 საათის განმავლობაში ამ სხდომაზე არ შეწყვეტილა. ჩაშლილი სხდომის შემდეგ კი ოპოზიციას გაუჩნდა ვერსია და ეჭვი, რომ ეს მოვლენების ასე განვითარება იყო დაგეგმილი ქართული ოცნების თავმჯდომარის, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ისინი ამ შეხვედრას, ამ სხდომას უკავშირებენ გუშინ გამართულ შეხვედრას, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ სახლში დაიბარა უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ამ კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია და მათ აქვთ ეჭვი, რომ სწორედ გუშინ გადაწყდა, რომ დღეს მოვლენები ასე უნდა განვითარებულიყო. ოპოზიცია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურდა, რომ კობა გვენეტაძე დღევანდელ სხდომაზე მოსულიყო და ფარდა ახდოდა ამ მოვლენებს და იმ დანაშაულებრივ სქემას, რომელიც არსებობს TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო, რომ დღეს მათ საუბრის საშუალება არ მიცემოდა. თუმცა ეს ვერსიები აბსურდად შეაფასეს უმრავლესობაში. ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი თემა ერთმანეთთან დააკავშიროს და ეს მათ სპეკულაციის საშუალებას აძლევს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კობა გვენეტაძე იყო მზად, რომ კითხვებზე პასუხი გაეცა, თუმცა მას ოპოზიციამ შოუ მოუწყო. ასეთი იყო მდინარაძის შეფასება. გეგმავდა ბატონი გვენეტაძე მოსვლას, გუშინ როგორც მას ეწოლა განახორციელეს და გააკეთებია სულად სამარცხვინო განცხადება კანონის დარღვევით ვარაპირებდა მოსვლას. მე როგორც ვიღაც პატრიოტული ადამიანმა ურჩია, რომ ეს არაკანონიერი იყო და დღეს მოვიდა და დღეს აი ესე ყველანაირი კანონის პროცედურის დარღვევით მათ არ მოახდინეს მოსმენა კომიტეტზე. რა თქმა უნდა, ამის უკან არის ბიძინა ივანიშვილი გუშინ იმ შეხვედრაზე უთხრა, მესიჯი მიწერა თუ სხვა დროს უთხრა, ეს სხვა თემა არის, მაგრამ ეს იყო პირდაპირ ივანიშვილის დავალების შესრულება ყველანაირი კანონის დარღვევით მორჩილი ყურმოჭრილი უმრავლესობის მხრიდან. გუშინ დაიგეგმა, რომ გვენეტაძე არ მოსულიყო და ფაქტობრივად სხდომა გადადებულიყო, მაგრამ ვინაიდან სხდომა ვერ გადაიდო და ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადაწყვიტეს სხდომაზე მოსვლა, მაშინ როგორც აპირწონეთ გამოაგზავნეს გვენეტაძე, მაგრამ რაც მივიღეთ და დავინახეთ, თავი მოეჭრა როგორც პარლამენტს, ასევე ეროვნულ ბანკს და ზოგადად და ქვეყნის ინსტიტუტებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა დაკარგეს ნდობა და კიდევ ერთხელ გამოიშალა ქვეყანას ერთი ადამიანი მართავს და არა კონსტიტუციური ორგანოები. დღეს თქვენ ნახეთ კომიტეტის სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყო
კონკრეტული არგუმენტები და მიუხედავად ოპოზიციის მოლოდინისა, რომ კობა გვენეტაძე თავს აარიდებდა პარლამენტში გამოცხადებას, თქვენ ნახეთ, რომ ის გამოცხადდა პარლამენტში პატივისა ინსტიტუტს და დაასახელა უამრავი არგუმენტი, რის გამოც იყო დამაზიანებელი ფინანსური სექტორისათვის ამ თემის საჯაროდ განხილვა. და სწორედ ამის გამო ინიციატორებმაც კი ერთი საკითხი საერთოდ მოხსნეს დღის წესრიგიდან და მეორე საკითხი, რომელზეც იყო მათი პოპულისტური კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი, გააგრძელეს პოლიტიკური შოუს დადგმა, თუმცა ფაქტია ერთი, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესსა და პირად სუბიექტურ პოპულისტურ ინტერესებს შორის ბუნებრივია ჩვენ სწორედ უნდა გავაკეთოთ სახელმწიფო ინტერესებს, უნდა გავაკეთოთ ფინანსური სექტორის არ დაზიანების ინტერესზე, ოპოზიციას აქვს სხვა ინტერესი და მიდიან თავისი ინტერესის მიხედვით. რაც შეეხება დარგობრივი კომიტეტის სხდომის მთავარ მონაწილეებს, TBC ბანკის ხელმძღვანელ დამფუძნებლებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა ითქვას, რომ არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე არ ჩანდა თავიანთ პოზიციებში კმაყოფილები. ისინი ამბობენ, რომ პირიქით მზად იყვნენ კითხვებზე პასუხი გაეცათ და სიმართლე და სინათლე მოჰფენოდა TBC ბანკის საქმეს. ისინი ეწინააღმდეგებიან კობა გვენეტაძის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ TBC ბანკის საქმე არ უნდა განიხილებოდეს ასე ღია ფორმატებში. პირიქით ისინი ამბობენ, რომ ისინი ამ პარლამენტში იმისთვის მოვიდნენ, რომ სწორედ ამ საკითხების და ამ თემების დეტალებზე ესაუბრათ. დღეს TBC ბანკის დამფუძნებლებმა კიდევ ერთხელ ახსენეს ტერმინი ორკესტრირებული შეტევა ბანკის მიმართ, თუმცა ვის გულისხმობდნენ ამ შეტევაში, მათ ასე კონკრეტულად არ დაუსახელებიათ რომელიმე პირები. ისინი ამბობენ, რომ მზად იყვნენ, თუმცა არიან უკმაყოფილები, რომ მათ პოზიციების დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ. ფიქრობ, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ასეთ ფორმატში განხილვა არის საზიანო როგორც ბანკისთვის, ასევე საბანკო სექტორისათვის. ამავე დროს შეგახსენებთ, რომ კომერციულ ბანკს, TBC ბანკს არ აქვს არანაირი დავა ამ მომენტში ამ კონკრეტულ საკითხთან ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. ფიქრობ, რომ ასეთი განხილვა ამავე დროს არის ზიანის მიმყარებელი ეროვნული ბანკის როგორც რეგულატორის ფუნქციის შესრულებისათვის. ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის, ესე ვთქვათ, ჩვენ არ გვჭირდება არც ერთი ტრიბუნა. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით, სამწუხაროდ ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება და სერიოზული, ესე ვთქვათ, ბოტების თუ სხვადასხვა fake news-ებით შემოტევა. გულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე განცხადება პროკურატურის მიერ მიაყენა დიდი ზიანი არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ ქვეყანას იმის გამო, რომ იმ ტრანზაქციებს, რომელზეც საუბარია, არანაირი კავშირი არ აქვს, ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება იმისათვის, რომ ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. TBC-ის დამფუძნებლების და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლის მიმართ ოპოზიციაში იყო განსაკუთრებული მოლოდინი, მათ ჰქონდათ კრიტიკული კითხვები სწორედ მათი მისამართით TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ეს სხდომა ჩაიშალა ან დროზე ადრე დასრულდა, ისე რომ ამ მთავარ კითხვებზე პასუხები მათ არ მიუღიათ. ოპოზიციას პირიქით გაუჩნდა პროტესტი და ეჭვი, რომ ეს პროცესები არის მართული პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ. დიდი მადლობა რუსუდან დუმბაძეს, რომელიც ჩაშლილი სხდომის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს გვიყვებოდა და კიდევ ერთი კომენტარი მამუკა მდინარაძის ის პოპულიზმში და ანტისახელმწიფოებრივ მიდგომაში ადანაშაულებს უმცირესობას. მდინარაძე მიზანშეწონილად თვლიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოთხოვნაზე დათანხმებას. დახურულიყო კომიტეტის სხდომა. მდინარაძე ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს პოლიტიკურ ტყვეობაში აყვანასთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარის, რადგან სწორედ
რომან კაკულიამ დახურა სხდომა, უпростоრად შეწყვიტა სხდომა. რომან კაკულია თუ იყო პოლიტიკურ ტყვეობაში, გამოდის რომ ამაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპული საქართველოს ლიდერები, რომლებიც ერთი წამით არ მოგშორებიან ამ ერთად ყოფნის და კამათის შემდეგ იგივე განცხადების გაკეთება რამდენად პოპულისტურია თქვენ განსაჯეთ. საუბარია იმ დროზე, როდესაც შესვენება გამოცხადდა და რომან კაკულია კომიტეტის სხდომიდან გავიდა. აი ამ პერიოდში რა ტიპის გზავნილი მიიღო მან და ვისგან მდინარაძე ევროპული საქართველოს ლიდერები საუბრობენ რომ ის პოლიტიკურ ტყვეობაში აიყვანეს, რაზეც აი ეს უპასუხა მამუკა მდინარაძემ, რაც წაგიკითხეთ. რომან კაკულია არის ჩვენი სტუმარი, მაგრამ ვიდრე მასთან დავიწყებთ საუბარს, მოვისმინოთ როგორი იყო მისი განწყობა სხდომის დასაწყისში. ბატონ რომან, ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. მე თქვენთან ერთად მოვისმენ რა განცხადებები გააკეთეთ თქვენ ვიდრე სხდომას შეწყვეტდით. ბატონო კობა, თუ თქვენ ამბობთ რომ არ გინდათ და მე მესმის თქვენი არგუმენტი და ფარსაც უჯერ მართალი გითხრათ იმას რომ ეს ფორმატი შეიძლება საუკეთესო არ არის, მაგრამ მაშინ თუ საერთოდ თანხმობა იქნება ჩვენ ამ საკითხზე, ეხლა თუ ბატონი არ შემოდის კონტაქტში, თანხმობის საუბარი, სხვა თემაა. ყოველ შემთხვევაში ეხლა ძალით ეხლა ვერ დავაძალებ. დამაცადეთ გეთაყვა. რაც შეეხება ბატონ ჯაფარიძეს და ბატონ ხაზარაძეს, უდასტურებ ჩემს პატივისცემა. არსებობს ღია შეთავაზება, მზადყოფნას კიდევ ერთხელ უდასტურებთ, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ მზად ვართ იმ საკითხებზე დისკუსიისთვის, რომელიც მათ უნდათ რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან განიხილონ ლაპარაკობ და მე მას პირველი შეკითხვა ბატონ კობას. არა, თუ რა. ესე ვერ გაგზელდება ეს ხომ. ბატონ კობასთან ასეთი რაც ვათადებ შესვენება. დავასრულოთ რა. კომიტეტის შრომა. ეს ხომ ვერ გაგზელდება უკაცრავად რა. თუნდა მივიღო გადაწყვეტილება, ვერ გავიგე. გასაგებია კი. აჯიკო, როგორ დავასრულო ეს ეგ დავასრულო რა. მე მგონი დახურულ ფორმატში უნდა გაგრძელდეს და ეს მოსაზრებები ხა თქვენი რას უკავშირდება, გამაგებინეთ საბოლოო ჯამში. ბატონ რომან, იქ იყო ერთი რეპლიკა ასეთი, აჩიკო როგორ დავასრულო, რა დავასრულო, იყო მოთხოვნა, ასე ვთქვათ, ან თხოვნა თქვენივე თანაგუნდელების მხრიდან რომ სხდომა დაგესრულებინათ. აი ეს იყო თქვენი პასუხი, იმიტომ რომ რეპლიკა არ ისმის, მხოლოდ პასუხი ისმის, აჩიკო როგორ დავასრულო, რა დავასრულო. მიმართავთ უმრავლესობის ლიდერს. მახსოვს ეს, მაგრამ მაშინ ბატონი არჩილის ეს შემოთავაზება იყო იმ ხმაურიდან და აურზაურიდან გამომდინარე, ის იმას კი არ გულისხმობდა ასეთ სიტუაციაში როგორ გავაგრძელოთ, ხო არ ჯობია ეს კონტექსტი იყო, თორე ხამდე სხდომა დაასრულეთ და აქეთ წამოდით და იქეთ წამოდით, არავის უყადრები არასოდეს და ამას ეხლა თქვილად უნდა იყოთ აქეთ საუბარს. უბრალოდ მან ეს იგულისხმება, მართლაც შეუძლებელი იყო ეხლა ასეთი ტიპის მსჯელობა ასეთ საკითხებზე. ну რა ვიცი ახლა რამდენად სწორია ეს და ახლა დანარჩენზე ვისაუბროთ. ეს კონკრეტული შემოთავაზება იყო იმ ხმაურიანი ატმოსფეროდან გამომდინარე. კარგით, რატომ დაასრულეთ სხდომა? არც დამდგარა კენჭისყრაზე საკითხი, რომ დახურულ რეჟიმში გაგეგრძელებინათ თუ არა. ეს უფრო მეტ შანსს ქმნიდა, რომ მაგალითად დეპუტატები ამბავს მაინც გამოიტანდნენ, ან უფრო მეტს გავიგებდით, ვიდრე დღეს ვიცით. პირდაპირ გეტყვით ახლა ჩემს წინაშე ორი ასეთი საკითხი დადგა და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ ერთი ასეთი არგუმენტის გამო. ახლა თქვენ შეგიძლიათ და სხვებმაც იმჯელონ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო თუ სადღაც სხვაგან იქნა მიღებული, რა ვიცი ახლა თუ არ მაკადრებთ ამას, კარგი იქნება, მაგრამ ცხოვრება მაგას ისე დაგვანახებს საომბალოდ. ბატონო რომან, ეჭვი შეტანის საფუძველი მომეცი. ჩემთვის იდგა ორი საკითხი. ხედავთ ჩემი პატივისცემისა თქვენს მიმართ. ხო. დიახ. რა ვიცი ახლა ეჭვიანეთ და მე ცხოვრება გვაჩვენებს მაგის შესაძლებლობა მოგვეცემა იმედი მაქვს რომ გავამართლოთ ეს ეჭვი გამართლებული იყო თუ არ იყო. თემა იყო ასეთი რომ როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აი ეს სვამ საკითხს და გეუბნება რომ მე ვისაუბრებ ყველაფერზე, თქვენ აიღეთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობა, რომ აქედან თუ ცუდი შედეგები დადგება კომერციული ბანკის საქმიანობისთვის, რომელსაც პრინციპში ამ ეტაპისთვის თუ შეიძლება ესე თქვა ვიხმაროთ, ჩახურული აქვს პრინციპში ბანკთან საქმე მათ აქციონერებს, გადმოსულია ეს თემა ორ ადამიანზე, იქ რაღაც აქციების მატებაც იყო, იცით ახლა საუბარი და გეუბნება რომ მე თუ ამ თემაში შემოკვები, შენ აიღე პასუხისმგებლობა, რომ დაუშვათ აქ ცუდი შედეგი არ დადგება. ახლა მე
ვერ მივეცი ჩემთან სამისუფლება, გინდა დაიჯერეთ, გინდა ნუ დაიჯერებთ, რა ხარ, რეჟისორი რო გეუბნება, რომ მიზანსცენა ისეთი უნდა იყოს, შენ რეჟისორი მაინც უნდა იყო, რომ უთხრა, რომ იცი რა, ამას სხვა მიზანსცენა ჯობია, ხო? მე უბრალოდ წარმოვიდგინე ახლა, ჩემ წინაშე იდგა არჩევანი, როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ, მე ახლა ამის გამოტანის ვალდებულება მე არ მაქვს, მაგრამ სწორედ ამას განვიხილავდი ახლა, რა პრობლემაა დაუშვათ, რომ ადამიანმა დასვა შეკითხვები და შეყვი ამ საუბარში, მაგრამ როდესაც ადამიანი თვითონ ამას ამბობს და თვითონ არის მარეგულირებელი. ეხლა მე ჩემ თავზე ავიღო ხვალ რაღაც აქციების ვარდნა დაწყებულიყო თუ ეს იდეა ერთ მხარეს სასწორზე და მეორე მხარეს ის ეჭვი, რომელიც ეხლა თქვენ გამოთქვით, რომელსაც თავისთავად არ არის ადვილი მოსასმენი და ან კიდე ის კრიტიკული რაღაცა შეფასებები, რომელიც ალბათ მოყვება და მე უბრალოდ სამწუხაროდ კი არა, დავასრულებ თუ შეიძლება რა. დახურვის საკითხი. დახურვაზე არ იყო მანდ არ იყვნენ. იცი რა, მანდ სიმართლის გაგების მცდელობა მე უკვე ვეღარ დავინახე მართალი გითხრათ და თანაც კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს საკითხი ამით ესე არ სრულდება. ამ საკითხთან მიმართებაში მომავალი გვაჩვენებს, რომ არაბიზე ნაკლები არ ვიქნები არც მე და ვინც სხვა, ბოლომდე არ გავერკვეთ, თუ რამე დარჩა კიდე გასარკვევი ამ მიმართულებით. მე თან ბატონმა ირაკლი კოვზანაძემ დაანონსა, რომ ბატონი მამუკა და ვისი პარტნიორი უნდა მოსულიყო მასთან კომიტეტში სამომავლოდ. სხვადასხვა ერთადერთი, ვისაც ბოდიში მინდა ნამდვილად მოუხადო, ეს არის ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბატონი ჯაფარიძე, რომელსაც მე იმიტომ აღარ მივეცი უბრალოდ სიტყვა, რომ იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩემი აზრით იქნებ მე შევსვდი, მაგრამ ეს აღარ იქნებოდა, რაღაცა ყოველგვარ ფარგლებს გასტენილი საუბარი იქნებოდა, რისთვისაც მათ ბოდიში ვხვდი, რომ მე ამიტომ არ მივიღეს გადაწყვეტილება, სხვა არანაირი мотиваცია ახლა არ მქონდა, რატომღაც სიტყვა არ მივეცე მაგათთვის და ეს იყო და ეს და კარგი, მე დაგისვამ, ჩვენ ბევრი დრო გვექნება. დიახ, ყველა კითხვაზე მინდა თქვენი პასუხი ბუნებრივია. მაყურებელსაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, როგორ დაასაბუთებთ თქვენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, დიდი ნაწილის წუხილს, რომელსაც თურმე თქვენს შეუერთდით, რომ საკითხის საჯარო განხილვა დააზარალებდა TBC ბანკს. აი რა ზარალზე საუბრობთ? იქ ორი ადამიანი იჯდა, რომელსაც თქვენ ახლა ბოდიშს უხდით, ისინი ბანკის აქციონერები არიან და ამ ბანკის მოგებიდან დივიდენდებს იღებენ. აი თუ ისინი არ წუხდნენ უმრავლესობის თქვენი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის წუხილს, თქვენ როგორ ახსნით და დაასაბუთებთ, რომ TBC ბანკი თქვენ უფრო გედარდებათ ვიდრე ხაზარაძეს ან ჯაფარიძეს? ასეთი რიტორიკით მე არ შემოყვებოდით, ეხლა მე მინდა იმის თქმა, რომ მე არ მაქვს ჩემი აზრით უფლება, რომ არ გავითვალისწინო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როდესაც ასეთი განცხადებით შემოდის. მე ამის თქმა ვცდილობ, ეხლა ბატონ მამუკას რა мотиваციები აქვს უკვე მის დღევანდელ მდგომარეობაში, მის რიტორიკაში, რა სიტყვები შემოდის, ეხლა ამას ვერ გავყვები მე. მე გაგიხსენით, ეხლა მე უნდა კი არ უნდა დავასაბუთო, მე პირიქით მისი დასაბუთება, კი არა მინიშნებად, ჩემი აზრით უნდა მიმეღო ცნობად. და ეს უნდა გამეთვალისწინებინა ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში, ეხლა მე ესე მოვიქეცი და ვისაც უნდა გაიგებს და შეაფასებს ამას სწორად, ვისაც არ უნდა არ შეაფასებს და გითხარით ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება შეიძლება დაყოფილიყო, დაუშვათ მე არ გამეთვალისწინებინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლას, სხვადასხვა გუშინ მას ნათქვამი ჰქონდა, რომ საერთოდ არაპირებდა მოსვლას და აი ეს კიდევ უფრო მიმძაფრებდა მე ეჭვს, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს ადამიანი თუ ასე თulis, რადგან ეს ჩემი მოთხოვნა ხო არ იყო, ეს იყო ევროპული საქართველოს მოთხოვნა. ეს რო ყოფილიყო ჩემი მოთხოვნა, მე გაცილებით ბევრ საკითხს შევისწავლით, სანამ კომიტეტზე მოვიყვანე ადამიანს. მე უკვე მივიღე მოთხოვნა, გადავეცი ეროვნულ ბანკს და ასეთ ექსტრემალურ რეჟიმში მოხდა ამ საკომიტეტო მოსმენის ჩატარება. ფაქტიურად ამანაც გამოიწვია ეს და მე საშუალებას არ მომეცა ამ კონსულტაციების მასთან, რადგან ეს განცხადება გააკეთა, მივიღე ცნობად. მოსვლით უფრო ეს თქვათ უფრო დიდი ალბათობა ხომ არ იქნებოდა სხდომის დახურვის ან შეწყვეტის, იმიტომ რომ კობა გვენეტაძე რომ არ მოსულიყო, ეს კონფლიქტიც არ შეიქმნებოდა და მოусმენდით ერთ მხარეს. კობა გვენეტაძე იმიტომაც ხომ არ მოვიდა, რომ საჯაროდ ეთქვა ეს წუხილები, შემდეგ ეს უმრავლესობას აეტაცებინა და მიგვეღო ის შედეგი, რომელიც მივიღეთ. აი, იმიტომ რომ ძალიან საეჭვო იყო თქვენც ეს დაბეჭდილება დაგჭათ, რომ ის გუშინ მოსვლას არ აპირებდა. სტაბილიტეტება კი არა, მისი განცხადება ჩემი აზრით ამ შინაარსის მატარებელი იყო. დღეს ასე უთხრა ჟურნალისტებს. დამოუკიდებელი ორგანოა.
ხო და მეს დამოუკიდებელია ხო ორგანო და მე ხა თავისთავად არც სრული მქონია არავითარი ჩარევის მისი მე რომ მკითხოს ადამიანო ასეთი პოზიციით ჯობდა არ მოსულიყო ალბათ მაგრამ რადგან მოვიდა და ეს განცხადება გააკეთა მე ჩვენს ავტომატურ რეჟიმში რაღაც მოლაპარაკებული და დალაგებული სცენარებით კი არა ვიცოდი რომ არ მოდიოდა მოვიდა ადამიანი გააკეთა ასეთი განცხადება და მე ავტომატურ რეჟიმში გადავერთე გადაწყვეტილების მიღების ძალიან რთულ ჩემთვის რეჟიმში რომელსაც დამიყენა პირობა რომ შეიცავს ეს ის არის მარეგულირებელი ჩემზე მეტი კომპეტენცია და ცოდნა გააჩნია ამ სფეროში და მეუბნება რომ ამას თუ გავაკეთებ შენ ხარ პასუხისმგებელი რომ დადგება ცუდი შედეგით ეხლა მე იმიტომ რომ თქვენ ეჭვი არ გაგიშთეთ ჩემი გადაწყვეტილება რამდენად სწორია თუ არ არის ამის სასარგებლოდ ვერ გავაკეთე ცხადი არჩევანი და მივიღეთ ცნობად ეს ამბავი და მომავალში გამოჩნდება ხა თუ შევცდი მაგასაც გამოვასწორებ როგორმე თუ არა და ამ სიმართლეს მე თვითონ ჩავყვები იქამდე სანამ საჭიროა რომ შეკითხვები შეკითხვები ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება იყო თუ იმ შესვენების დროს მიღებული გადაწყვეტილება აი ამ შესვენებაზე ბევრ საუბრობენ რომ სწორედ იმ დროს მიიღეთ თქვენ რაღაც მესიჯი თქვენივე თანაგუნდელებისგან ან აი ეს მესიჯი იქნა თქვენს მიღებული აი თქვენ იქნებ გვითხრათ როდის გადაწყვიტეთ რომ ასე დაგემთავრებინათ სხდომა მე ამ ორ პოზიციას განვიხილავდი იქ რაღაც ზეულად აყვარებიც იყო საუბარი თუმცა არ ვიცი განთავისუფლების თანხა რამდენი იყო გადახდილი ჩემში თუ ვინმე აიღო ეს თანხა იქნებ რამე გამიზიაროს იქედან და ყოველ შემთხვევაში მე ამ ორ ვარიანტს განვიხილავდი და საბოლოო ჯამში ასე ჩამოვყალიბდი და მე უბრალოდ ამ დისკუსიების შედეგად რომლის შინაარსის გამოტანის ვალდებულება ალბათ არ მაქვს რა თქმა უნდა ვიყავი ღია იქნებ რაიმე ესეთი არგუმენტი მომესმინდა რომელიც მომეხმარებოდა ჩემი გადაწყვეტილების მიღებაში ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და გიხსნით ვცდილობ გავიმეორო და არგუმენტებით დავყობით გავაკეთე ეს თუ ვინც არ ეჩვენება ახლა ეს დამაჯერებლად რა ვქნა ბატონ რომან როგორ ფიქრობთ ერთი ასეთი კითხვა მაქვს მედიაში გაჟღერებული განცხადებები თავდაპირველი TBC-ის საქმის შესახებ შემდეგ უკვე პროკურატურაში გაკეთებული განცხადებები შემდეგ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ხომ არ ფიქრობთ რომ ისე საჯაროდ და ისეთ მაღალ ნოტებზე წარიმართა პროცესი რომ ამან ისე დააზარალა ბანკი ისედაც რომ დღეს უფრო ამ ზარალის და ზიანის შესუსტება თუ იქნებოდა თორემ უფრო უარეს ამ ხრივ რას მივიღებდით ანუ როცა დაზარალება მოყავთ ყველას ერთად არგუმენტად უმრავლესობასაც და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასაც კიდევ ვიმეორებ თითქოს ხაზარაძეს და ჯაფარიძეზე მეტად ედარდება ვინმეს TBC ანუ ეს რამდენად დამაჯერებელია ბანკიც და ეს პირებიც საკმაოდ დაზარალდნენ უკვე არ მეთანხმებით იცით რა, როდესაც ამ ინფორმაციის წინასწარი განხილვა იყო, ეხლა მე მართალი გითხრათ, ეჭვი უფრო მეტი მაქვს ბატონი მამუკას და მისი პარტნიორის მიმართ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ იმ წინასწარ გაშღერებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ბოლომდე ვიყვანილი ცხადი ალბათ არ არის, მაგრამ ეს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია, გატანილი თანხა იმ მომენტისათვის ბანკის მდგომარეობა, მთელი რიგი საკითხები არსებობს, მაგრამ მე არ შევდივარ ამ საკითხში, ჩემი განწყობა თუ გაინტერესებთ, ეხლა ეჭვები იქეთაც ძალიან ბევრი იყო და თავის მხრივ ეხლა აქ მე რომ მქონოდა შინაგან ისეთი განცდა, რომ ნამდვილად არის რაღაცა გარკვეულ ტიპის ზეწოლაზე, არ მაქვს ეს განცდა, სიმართლეს გეუბნებით, ნამდვილად არ მგონია რომ ეხა ამ ყველაფრის უკან თუ რაიმე ისეთი მოტივი აქვს რომელიც მე არ ვიცი და ისინი დე ფაქტო არსებულ სიტუაციას იყენებენ ეს კიდე სხვა თემა მაგრამ ეს დე ფაქტო მოცემულობა საკმაოდ მაღალი ეჭვის არსებობს იმ ინფორმაციით რაც მე მაქვს ეს ნამდვილად არსებობს ამიტომ მე არ მაქვს ეხა განცდა რომ აქ რაღაცა უსამართლო ჩაგროსთან გვაქვს ადგილი შესაძლოა რასაც თქვენ ამბობთ ამ სამართლიანი მოცემულობის კიდევ რაღაც მიზეზებით თუ ხდება გამოყენება ეს მე არ ვიცი მე რაც ვიცი იმის მიხედვით ვჯელობ ეხა როგორ წარმოგიდგენია თქვენ მე არ ვიცი ხა კობა გვენეტაძე არის ეროვნული ბანკის მმართველი ხა როდესაც ჯანდაცვის მინისტრი გამოდის და რაღაცა ვაქცინაციაზე შემოთავაზებას მიკეთებს ეხლა უნდა გავითვალისწინო ვიღაცების ინფორმაციები ხო მე ხო ჩემ თემაში სხვა რო არ ითვალისწინებ ჩემ შანს იქ უკვე სხვა პრეტენზიები მიჩნდება და არა მაქვს საშუალება ამაზე და ამ ადამიანებისთვისაც მიგვეცა შანსი რომ რაღაც შეხვედრა იყო და დაიხვალა აუცილებლად უნდა გკითხოთ მაგ შეხვედრაზე ბატონო საზოგადოებისთვისაც და ამ ადამიანებისთვისაც მიგვეცა შანსი რომ უფრო მეტი გაგვეგო ამ საქმეზე პროკურატურა ამ საქმეს რომ დაასრულებს მას სასამართლოში რაბედიელის ეს ბრალი დამტკიცდება არ დამტკიცდება ეს სხვა თემაა და ამის მიუხედავად რომ წინ ამდენი გზაა გასავლელი ამ საქმეს მართლაც თავადაც საუბრობს და ხაზარაძე დღეს რომ ყველა შეხვედრაზე ეს გათეთრების საქმე არის წინა პლანზე ანუ
რეპუტაციული ზიანიც და ფინანსურიც მათ შორის ბანკს უკვე მიადგა. თქვენ ახსენეთ ივანიშვილთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა, რომელსაც არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა, დღეს ასევე აქტიურობდა ის იმ რეპლიკას გაგახსენებთ არჩილ რა დავასრულო. თქვენ ესწრებოდით ამ შეხვედრას და ამ შეხვედრას არ დავასრულო, არ ვიტყვი, უკაცრავად გავატოვდი არა. დიახ. უკაცრავად მე მახსოვს ახლა ეგ მომენტი რა დავასრულო კი რა როგორ უნდა დავასრულო გულისხმობ იმას რომ რა გამდგომარეობა არ დავამახინჯებ არც ერთ ციტატას მაპატიეთ როგორც არის ესწრებოდით თქვენ ესწრებოდა არჩილ თალაკვაძე და ესწრებოდნენ ადამიანები რომლებიც პიარის დარგში რჩევებს აძლევენ ბატონ ივანიშვილს აი ეს ყველაფერი და დღევანდელი სხდომა რატომ ფიქრობთ რომ ეჭვის საფუძველი არ არის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ყველანი გექნება ეჭვი და ყველას ექნება ეჭვი, მაგრამ მე მგონი ხა ჩვენ ვალდებულება ასეთი დახურული სხდომების შინაარსის გამოტანის საზოგადოებასთან არ გვაქვს. ხა ჟურნალისტებმა საკმაოდ კარგად და ნელ-ნელა შეგვაჩვიეთ ყველანი დახურული სხდომების შინაარსის გამოტანის, მაგრამ მე მგონი ეს არ არის თემა და ყოველ შემთხვევაში მე შედეგებზე შეგვიძლია გესაუბროთ. დამიჯერეთ რაღაცები ისევ თქვენს თანაგუნდელებს გამოაქვთ, თორემ აქ ამ დოზით მედიამდე არ მოვიდოდა, ჩვენ არ ვესწრებით იმ სხდომებს, ზოგადად მე არ მიყვარს. მე ვერ გამოვდგები მაგ თემაში. დავით მე ვერ გამოვდგები მაგ თემაში და პირდაპირ კავშირით ეხლა მე ერთი რამე მინდა დამიჯეროთ ეხლა ეგ ეგეთ თქვენი საქმეა და დამიჯეროთ იმისი რომ ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ეს იყო ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება ჩემთვის მაგრამ იმის გამო რომ იმ ავტორიტეტის საბანკო სფეროში ფუნქციას გულისხმობ ადამიანი როგორც ეროვნული ბანკია ვიმეორებ ასე დასვა ამ ადამიანმა საკითხი კი ბატონო მე ყველაფერს გავხსნი მაგრამ მაშინ პასუხისმგებელი იყავით თქვენ და მე ვერ ავიღე ჩემ თავზე ეს პასუხისმგებლობა და ჩავთვალე რომ უფრო სწორი გადაწყვეტილება არის ეს არ იყო ეს იოლი გადაწყვეტილება იმიტომ რომ ზუსტად ხედავდი რა მოყვებოდა ამას მაგრამ ამიტომ გადავწყვიტე ეს თუ დაიჯერებთ ძალიან მადლობელი ვიქნებით და თან ეს იმიტომ გჭირდება თანაც ახლა მე იმიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი ნახეთ როდესაც წინასწარ განხილვაზეა ლაპარაკი დაუშვათ იმ ადამიანების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის რა აქ მაღალი ალბათობით მაქვს მე ეჭვი რომ დაუშვათ იყო ეს ჩადენილი და როცა ეს მაღალი ალბათობის ეჭვი გაქვს და როდესაც ასეთი დაწოლა მოდის აქეთა მხრიდან და მეორე მხარეს არის ეროვნული ბანკი რომელიც თავის პოლიციას დაუშვათ აჟღერებს შენ ნაკლები გიჩნდება ასე დროს ეჭვი ჩვეულებრივად რომ აქ რაღაცა გინდა თუ არა манипуляციასთან გაქვს საქმე კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ამ დე ფაქტო ფაქტის ირგვლივ უკან კიდე რამე ისეთი დგას რომელიც მე არ ვიცი და ის ამძაფრებს мотиваციას ამ საქმისაზე გახდა ეს მე არ ვიცი მე მსჯელობ იმით რა ჩემს წინაშეა და ჩემს წინაშე ეს მოცემულობა იყო და ადგან ეხა თქვენს გაინტერესებდა საზოგადოებადაც და ესე დამთავრდა დავასრულე ეს კომიტეტი იმიტომ რომ ის კომიტეტი აღარ იყო უკვე ის რაღაც მსჯელობა იყო რაღაცა შოუ რომელიცგანაც საზოგადოება ყოველ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გაიგებდა და ჟურნალისტებთან ეხლა ვისაც უნდა და ისედაც გამოვლენ და ისედაც აკეთებენ იმ განცხადებებს ერთი კითხვა მაქვს გუშინდელთან კონტექსტში გამომდინარე იქედან რომ მეორე დღეს ასეთი მნიშვნელობის სხდომა იყო დანიშნული ეს არის TBC-ის საქმის განხილვა TBC-ის საქმეზე ქონდათ თუ არა და ამ კონკრეტულ საქმეზე ქონდათ თუ არა ბატონ ივანიშვილთან საუბარი ესე იგი ჩემი განმარტება იმასთან დაკავშირებით რომ დახურული შეხვედრების შინაარსის გამოტანა არ არის ჩვენი ვალდებულება და მე დამიდასტურეთ ან არ დამიდასტურეთ შინაარს და დეტალებს არ გთხოვთ არ მინდა ასეთ თემებზე საუბარი. მე მელაპარაკეთ ბანკთან დამოკიდებულებაზე და უბრალოდ არ მომწონს ეს თემა. ხა რაღაცა დახურული საუბრების შინაარსის გარეთ გამოტანა. არ არის ჩემი თემა ეგ და სხვა თემაზე მე საუბრობ სიამოვნებით. მე უბრალოდ რაღაც დეტალების მოყოლას არ გთხოვდით, უბრალოდ ამ თემაზე იყო თუ არა საუბარი, ეს მხოლოდ ერთ კისან არას გთხოვდით ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა ეხა მან ეხა რო თქვა რომ ამ თემას საერთოდ არ შევხებივართ ეხა მაგი არც უნდა დავიჯეროთ ეხა ამ თემაზეც იყო ბევრ სხვა თემაზეც იყო რა თქმა უნდა ეხა მიმდინარე საკითხები ნიშნავს იმას რომ რა არის მიმდინარე საკითხებში ეხლა ამაზე მნიშვნელოვანი რა საკითხი უნდა იყოს ყველაფერს შევეხეთ განვიხილეთ ვიმოვიხილეთ ვიღაცამ თავისი აზრი გამოთქვა ამაში ეხა არაფერი განსაკუთრებული არ არის მაგრამ რა და როგორ ეხლა ეს ჩვენ შორის დავიტოვოთ გასაგებია უფრო მეც აღარ კითხავთ ამ მიმართულებით არის თუ არა ბოლო კითხვა მაქვს ასეთი
ბატონ ხაზარაძეს დარწმუნებული ვარ ამ არხიდანაც და სხვა არხიდანაც უამრავი შეთავაზება აქვს, იმიტომ რომ ის სასურველი სტუმარია თქვენ გესმით ეთერებში, მაგრამ მისი მხრიდან ყოველთვის იყო პასუხი, რომ მე პარლამენტში მივალ, იქ გავცემ პასუხს. ეს ადასტურებს თუ არა მისი მხრიდან პარლამენტის როგორც ინსტიტუტის პატივისცემას და მაშინ რა შანსს უტოვებთ ამ ადამიანს, რომ საზოგადოებას უფრო მეტი მოუყვეს ამ თემაზე. ეთერებში იაროს, ანუ და ეს სულ არ ვაკნინებ მე ამ შემთხვევაში მედიის როლს, უბრალოდ ადამიანს სურდა, რომ ეროვნული ბანკის დეპუტატების თქვენს წინაშე გაეცა კითხვებისთვის პასუხი. რა შანსი რჩება მას, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის უფრო მართალია, ვიდრე ეს ჩანს, თუნდაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში, თუნდაც პროკურატურის განცხადებაში. ეს გახლავთ ბატონი ირაკლი კობზანაძის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის განცხადება, რომ ის აპირებს მის მოწვევას პარლამენტში. სადაც ყველა ის დეპუტატი, რომელიც დღეს ესწრებოდა, დაესწრებიან ამას და ბატონ მამუკა ხაზარაძეს და ის პარტნიორსაც საშუალება იქნება თავის მოსაზრებები გამოთქვათ. ეს იქვე ითქვა. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი დაუშვათ ამ გადაწყვეტილების ამ მიმართულებით წაყვანის, რათა მე ვიცოდი გააჟღერა ბატონმა ირაკლიმ, რომ ეს თაობარი ამით არ მთავრდებოდა ცხადია და ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, ეს ასე გაგრძელდება. თვითონ დღევანდელი შეხვედრა მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა კომიტეტმა თვითონვე დააყენოს საკითხის სამომავლოდ ამ საკითხთან მიმართებაში თუ რაიმე შეკითხვები მექნება. მე ამაში არც ერთი ჩემი შეკითხვა არ ერია, რაც გაეგზავნა ეროვნულ ბანკს. ეს იყო ევროპული საქართველოს მოთხოვნა, მე შევასრულე რეგლამენტი, გადავაგზავნე იმან, რაც გააკეთა გუშინ განცხადება, ამის მიხედვით ვაპირებდი ჩატარებას, შემდეგ მისი სპონტანური ამ დილის უეცარმა გადაწყვეტილებამ ასეთ რეჟიმში ჩაგვაგდო ყველანი და ჩვენც ასე უეცრად გადავეწყვეთ გადაწყვეტილების მიღების რეჟიმში. რა მოტივაციაზე დაარტყმით მივიღე გადაწყვეტილება აგიხსენით, ძალიან დამოვალებთ თუ დაიჯერებთ, იმიტომ რომ თქვენი ეჭვი ძალიან არ მომწონს მე და აქედან გამომდინარე გავაგზავნოთ საუბარი საომავლოდაც. დიდი მადლობა. მინდა რომ მაყურებლისთვის იყოს სარწმუნო ან არასარწმუნო, თქვენ ამის შესაძლებლობა გქონდათ დაახლოებით 9 საათამდე ვისაუბრეთ. დიდი მადლობა რომან კაკულიას. და ერთ დავამატებ თუ შეიძლება. კი ბატონო. მომავალშიც ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვექნება ამასთან დაკავშირებით. რა გორდა რა პრინციპით იღებს გადაწყვეტილებას და ნუ ვიჩქარებთ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მადლობა რომ გაქვთ ყოველთვის მზაობა უპასუხოთ ჩვენ შეკითხვებს, მათ შორის ასეთი რთული გადაწყვეტილების შემდეგაც, როგორიც ალბათ იყო დღეს სხდომის შეწყვეტილად და ჩაშლილად გამოცხადება. დიდი მადლობა რომან კაკულიას, რომელიც ჩვენ შეკითხვებს პასუხობდა. რეკლამის შემდეგ გიგა ბოკერია იქნება ჩვენი სტუმარი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია გიგა ბოკერია ევროპულის საქართველოდან, მე მას მივესალმები. დღეს მამუკა მდინარაძე ცდილობდა ახსნას, რომ არ იყო პოლიტიკურ ტყვეობაში კაკულია და თუ ვინმეს ტყვეობაში იყო, ეს ბაქრაძე, კაპანაძე, ბოკერია იყვნენ, რადგან ერთი წამით არ მოგშორებიან ეს ადამიანები ამ ერთად ყოფნის და კამათის შემდეგ იგივე განცხადების გაკეთება, რამდენად პოპულისტურია თქვენ განსაჯეთ თქვა მამუკა მდინარაძე. მაგრამ რა ხდებოდა შესვენების დროს, ბატონ გიგა, ეს შეიძლება რაღაც ტიპის სიცხადეს შეიტანს, რატომ იქნა ის გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც იქნა. ბატონი კაკულია იყო ჩვენი სტუმარი და მან თქვა უბრალოდ ასე სხდომის გაგრძელების აზრს ვერ ხედავდა და რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოზიცია მან გაიზიარა ემან თვალთიბისის რამე ზიანი არ მიდგომოდა და ამის პასუხისმგებლობა არ აიღო თავის თავზე. მადლობა, სანამ თქვენ კონკრეტულ კითხვას პასუხს გავცემ და კიდევ ერთხელ გავიმეორო და მაყურებელ საზოგადოებას ესმოდეს როგორია ჩემი პირადად ევროპული საქართველოს პოზიცია. ის რაც დღეს მოხდა, ერთის მხრივ იყო ღია დემონსტრირება საპარლამენტო უმრავლესობის ქართული ოცნების გუნდის მხრიდან, რომ ისინი როდესაც წვავე თემა არის, აპირებენ უბრალოდ უარი უთხრან საზოგადოებას, ამ შემთხვევაში დემოკრატიულ ოპოზიციას ევროპულ საქართველოს და მთლიან პარლამენტს როგორც ინსტიტუტს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე.
ხო, აქო რამე ლაპარაკი იყო მარტივ რაღაცაზე, რაც გაწერილი არის კანონით, მათი უმრავლესობით მიღებული კანონით. იმ კანონით, რომელსაც ჩამოგვართვეს ჩვენ ფრაქციებს ცალკე მოწვევის უფლება და აი კომიტეტებზე მოიწვიეთ ხოლმე, გითხრეს და ეხლა კიდევ ერთხელ გამოჩნდა რისთვის გაკეთა ეს ცვლილება, რომ უბრალოდ ფიზიკურად საშუალება არ მოგცეს ჩვენ, რომ კითხვები დაგვესვა თანამდებობის მაღალი პირისთვის იმ თემაზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და რომელზეც არის ამხელა ამბავი ატეხილი. და რომელზეც თვითონ იქამდე ამ რაღაც ბრწყელ ფრაზებს ისწორებს, რომ კი ბატონო, ყველა კითხვები დაისვას, აქ პოლიტიზირება არ უნდა იყოს, მოვიდეს. ეს არის დიდი დარტყმა თვითონ ამ ფუნდამენტურ პრინციპზე ანგარიშ ვალდებულების. ევროპული ბანკი პარლამენტისგან კი არ არის დამოუკიდებელი, მთავრობისგან უნდა იყოს დამოუკიდებელი და პარლამენტის წინაშე არის ანგარიშ ვალდებული. ეს ჩემი მოსაზრება კი არ გახლავთ, ეს არის კანონით გაწერილი ვალდებულება, რომელთაც ჩვენ ევროპულ საქართველოს ვისარგებლეთ და რის განხორციელების საშუალებაც ამ უტიფარი ფორმით არ მოგცეს. ეხლა შეიძლება რას ადასტურებს პოლიტიკურად ეს. იმასაც შეიძლება იქამდეც კარგად ვიცოდით, რომ მთელი ეს კამპანია იყო პოლიტიკური დაკვეთა იმ პირისგან, ვისაც აქვს დღეს ძალაუფლება, ეს არის ბიზნა ივანიშვილი და დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ დაგვიდასტურა კიდევ ერთხელ, რომ ისინიც პირდაპირ მონაწილეები არიან ამ დაკვეთის შესრულების, რომ რახან ეხლა კონკრეტულად არ სურდათ ამ პრობლემატურ საკითხზე მსჯელობა, უბრალოდ ყოველგვარი რაციონალური არგუმენტის გარეშე, უტიფარი დემაგოგიით, ოთან ძალიან პრიმიტიულით აიძულეს კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც არ სურდა ეს, რომ მომხდარიყო ასე, რომ ჩაეშალა სხდომა. და ეხლა მივდივარ თქვენ კითხვამდე, რა ხდებოდა შესვენების დროს. დაახლოებით იგივე, რაც საჯაროდ. ანუ ჩვენ ვცდილობდით ბატონ კაკულიასთვის და უმრავლესობის სხვა წევრებისთვისაც ფორმალურადაც, ანუ რეგლამენტის დაყრდნობით, ანუ იმ წესრიგს დაყრდნობით, რაც ამ პარლამენტმა მიიღო. დიდი ზარზე იმით, რომ აცხადებენ, ნახე, როგორი დემოკრატიული რეგლამენტი მივიღეთ, თუ გახსოვთ ალბათ. და ასევე არსებითად აგვეხსნა, რატო არის კატეგორიულად მიუღებელია დაუშვებელი, აქ თუნდაც კენჭისყრით ან დახურვა ამ სხდომის, ან მით უმეტეს ჩაშლა. მოკეთ, რაც ხდებოდა კომიტეტის სხდომაზე, იმის მცირე შემადგენლობით მასშტაბში მცირე იგივე პოლემიკა იყო? აი, პოლიტიკურ ტყვეობაზე როცა საუბრობ, მაშინ საკითხია. ხო, ანუ აი რაც გესმოდა და თუ დააკვირდებით იქაც თქვენსაც მიაქციათ ყურადღება, როცა მითითებებს აძლევენ რომ დაასრულებს ხდომაო, ეს ოღონდ უფრო ემოციური ფორმით ხდებოდა იქ, როცა შემოგვიერთდნენ უმრავლესობის წევრები, ისინი იქაც იმეორებდნენ ამ პატრიოტულ ჭყალებში სახელმწიფოებრივ არგუმენტებზე და მიმართავდნენ ბატონ კაკულიას, რომ ეს დაანგრევს ქვეყანას. აი, ხო გვითხრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომ არ შემიძლია პასუხების გაცემა. ანუ ის პირდაპირ ღია წნეხის ქვეშ იყო, ისევე როგორც ხდომაზე, რამე საიდუმლოს კი არ ვიძახი, რომ ისინი დასრულებას ითხოვდნენ თუ დახურვას. ანუ ივანიშვილის ნებას. ბატონ გიგა, თქვენ იქ ადგილზე იყავით ხდომაზე და დახურულ ხდომაზეც. ისინი დასრულებას ითხოვდნენ თუ დახურვას, იმიტომ რომ დახურვა უფილმოსალოდნელი იყო და ბატონმა კაკულიამ დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. არა, დასრულება იყო უფრო სასურველი უმრავლესობისთვის. ეს იყო რაც სურდათ. მაგრამ ღიას ერჩივათ დახურულზე თქვენც იქნებოდით და ამბავს მაინც გამოიტანდით? ხო, ვიქნებოდით, თუმცა პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავით დახურვის, იმიტომ რომ ფუნდამენტური პრინციპი არის, ხო, ჩვენ გვაქვს ეს უფლება, რომ მოვიწვიოთ და მან უნდა გაგვცეს ეს კითხვაზე პასუხი. თუ და ეხლა უბრუნდები იმ აბსურდულ ვითომ არგუმენტებს, რა არგუმენტებითაც და რისი მომიზეზებითაც ეს სამართლიანო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თუ ბატონი გვენეტაძე რომელიმე კითხვაზე, რომელსაც ჩვენ დაუსვათ, ჯერ რა იცოდა რა კითხვებს უსვათ, ხო? გვეტყოდა რომ იცი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია იმის გამო რომ კანონს დავარღვო და დავაზიანებ კომერციულ სუბიექტს, გაეცა ეს პასუხი და ჩვენ და საზოგადოება გამჟიდით რამდენად დამაჯერებელია იმ კითხვებზე რომელსაც ჩვენ უსვავდით ამ ტიპის პასუხების გაცემა. მერე თუ კომიტეტი ჩათვლიდა რომ დაგროვდა საკითხები საღი აზრის ფარგლებში, რომელზეც აი ღიად კანონის დარღვევა იქნება ლაპარაკი და აი ახლა დავუსვათ კენჭისყრის საკითხი რომ დავხუროთ და მე გადავწყვეტავთ რამე ნაწილი არის თუ არა იმ კითხვების გასაცემი პასუხებიდან, რომელსაც ევროპული საქართველოს როგორც მომწვევი ან სხვა დეპუტატების დასმული კითხვებიდან, რაზეც პასუხს ვერ მიიღებ და დახურვაზე წავიდოთ თუ არა. ეგრევე დახურვის წინააღმდეგი ვიყავით, რომ ესეც არის უბრალოდ ამ პოლიტიკური დაკვეთის რომ არ გასაჯაროდეს ისვადრება, არ გახდეს აშკარა, როგორ სამართლიანო მდგომარეობაში ჩააგდო ამ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებამ ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში, იქამდე პროკურატურა, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა.
აი ეს არის ელემენტარული ლოგიკა, ეს არ გახსოვთ ჩემი ინტერესი პოლიტიკური ან რაღაც ინტერპრეტაცია. ბატონ გიგა, ამით რას იგებენ? საინტერესოა რა პერსპექტივა. დიახ, თქვენ თუ უსმინეთ კაკულიასთან ჩვენს დიალოგს, იქ მე ვკითხე და გავიმეორებ ახლაც, რომ მამუკა ხაზარაძე ყველა ეთერში მიწვევისას პასუხი არის მისი პრესამსახურის და მისი მხრიდანაც, რომ ის მივა პარლამენტში, ის დაესწრება ამ საკომიტეტო მოსმენას, იქ უპასუხებს შეკითხვებს და ამის შემდეგ შეიძლება განიხილოს ასეთი შეთავაზება. ანუ რას იგებენ ამით? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სამყარო დახურულია და ჩვენ მამუკა ხაზარაძის პოზიციას ვერ მოვისმენთ. თუ აქ შესაძლებლობა იყო პირდაპირ სახეში ერთი რაღაც ასეთი ტიპის პოლემიკისა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან ან მისთვის იქ საჯაროდ დამტკიცება არგუმენტების, აი იქ დახურვით რა ხვალ ზეგ რა მოგებას ნახავს უმრავლესობა. პირველ რიგში ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს გადაეფარენ. ხო, იცით რა, ლოგიკურია თქვენი კითხვა, ეხლა ესე ბევრი ეპიზოდი გასაგებია. ხო, მამუკა ხაზარაძე ხო არ დამთავრებულა, ოდესმე სადმე მოვისმენთ მას. მოვუსმენთ. კი, ხო, ბევრი ინციდენტის გახსენება შეიძლება, როდესაც ქართული ოცნების უკანონო ან სამართლიანო გადაწყვეტილებები ლოგიკური არ იყო, ხო, იმიტომ რომ უფრო მეტ ზიანს იღებდა რეპუტაციულს, მაგრამ ასეთია ბუნება ამ ოლიგარქის და მათი მმართველობის, რომ ამ უტიფრობის დემონსტრირებაში ხედავენ საკუთარი ძალაუფლების დამტკიცებას. ზოგადი ეს პრინციპი აქვთ ხოლმე. ეხლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ ამბავს, აქ აშკარა იყო, რომ პირველ რიგში მათ არ უნდათ, რომ ბატონი გვენეტაძის დაეტოვებინა ჩვენი კითხვების პირისპირ. ანუ ეს როგორ ჩანს, ეხლა ეს არის ჩემი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონო გვენეტაძემ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა ამ რეჟიმის, ბატონ ივანიშვილის და მე იყო ძალიან ესეთ უხერხულ მდგომარეობაში. აი მოსვლითაც ხომ არ ითამაშა დიდი როლი, რომ ხდომის დახურვის мотиваცია გააჩინა. არა, ჯერ ხო საერთო არ მოვდიაო თქვა, ესეთი უტიფარი პასუხი იყო. მე როგორ ჩანს ეს გადაწყვეტას უცნაური ეს, აი მარტო ქართული ოცნების წიაღშერებას გენიალური იდეა დაიბადოს, რომ აი კი არ დაარღვია რეგლამენტი, მოვიდა, მაგრამ იქ აგვიხსნა, რატო არ გვიპასუხებს კითხვებზე. როგორ ჩანს ესე დაგეგმეს, მე სხვა შტაბში არ მრჩება და რა თქმა უნდა ეს არანაირი არც ლოგიკა, არც ზიანს არ ამცირებს, მაგრამ ასეთი კონტრაქტი იყო, როგორ ჩანს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტი უნდა იყოს, თავრობისგან და ივანიშვილისგან მით უმეტეს და რომელმაც შეასრულა ის დაკვეთა, რომელიც არსებობდა TBC-ის წინააღმდეგ, შემდეგ პარლამენტში რო არ შეწუხდეს და რახან ის თვითონ როგორ ჩანს მასაც აწუხებს ის რაც გააკეთა, აი ესე გადაეფარენ წინ და ანუ ივანიშვილს გადაეფარენ საბოლოო ჯამში, მაგრამ ამჯერად ივანიშვილის დამკვეთის შემსრულებელ ბატონ გვენეტაძეს რომ ის არ ყოფილიყო წლეხის ქვეშ. მათ ნანახი აქვთ, რომ განსაკუთრებით მე თავის ქება გამომივა ეხლა, მაგრამ ევროპული საქართველო სერიოზულად უდგება ყოველთვის ასეთ კითხვებს და ყოველთვის თანამდებობის პირი მოყავს ისტერიკის მოწყობა კი არ გვინდა ჩვენ გსურს გაგება რაშია საქმე და დემონსტრირება საზოგადოებისთვის საპოზიციო. ხაზარაძისგან კი არ დაიცვეს გვენეტაძე, არამედ ოპოზიციის შეტევისგან ან შემტევი კითხვებისგან დაიცვეს გვენეტაძე დაიცვეს. პირველ რიგში გვენეტაძე დაიცვეს. ეხლა რაც შეეხება ბატონ ხაზარაძეს და ბატონ ჯაფარიძეს, რა თქმა უნდა, არც ეს არ სურთ მათ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თორე ამ ადამიანებს რომელიც შევაწუხეთ და რომელთანაც თან უხერხული გამოვიდა, მათ მაინც მოусმენთ, მაგრამ ბარემ თუ გამოდის და თუ გატეხეს ბატონი კაკულია როგორც ნახეთ და გატეხეს ის, ბარემ დამთავრდეს ეს ყველაფერი და გადააგდეს ხვალისთვის და აჩვენეს ყველას, რომ ივანიშვილს მიმართ პოლიტიკურად ლოიალურები არიან და თქვენ მართალი ხართ, ჩვენ არ შევწყვეთ ამ ცდილობას, თქვენც რო უკვე საფინანსო კომიტეტს მივმართეთ ჩვენ, საფინანსო კომიტეტის მიმართეთ რომ მოვიდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქ, ნახოთ კიდე ერთხელ მოიჭრიან თუ არა იქ თავს. ის უკვე ხაზარაძის გარეშე და ჯაფარიძის გარეშე შეხვედრა იქნება მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. არა, მათ უნდა შეეძლოთ დასწრება და მათაც უნდა გსურს რომ კითხვები დაუსვათ. ოღონდ აქ ამ დემაგოგიასაც ადგილი ქონა. ბატონი ხაზარაძე, ბატონ ჯაფარიძე კი არ დაკითხავენ ეროვნულ ბანკს, ეს პარლამენტის პრეროგატივაა. ჯერ მოусმენთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერე მოусმენთ ბატონ ხაზარაძეს და ბატონ ჯაფარიძეს ამ პირიქით. და ეს დემაგოგია რომ იცი რა რეგულატორს თვითონ ვისი რეგულაციას განახორციელა იმას არ უნდა დავაკითხინოთ, ის არ კითხავს. ორივენი მოწვეულები არიან პარლამენტის მიერ, ამ შემთხვევაში კომიტეტის მიერ. ნახოთ საფინანსო კომიტეტშიც ესეთი თავის მოჭრა მოხდება თუ არა. ისე მინდა ვთქვა რომ ბატონ კაკულია ამ პარლამენტში გამოირჩევა ცივილიზებული საქციელით და ჩვენ კომიტეტში, დარგობრივ კომიტეტში ძალიან ხშირად მას სურს ხოლმე რომ ცივილიზებული დისკუსია იყოს და ამით გამორჩეული და მით უმეტეს სამწუხაროა, რომ დღეს ის მან ამ წნეხს ვერ გაუძლო და ესეთ კატასტროფული გადაწყვეტილება მიაღებინეს
დემონსტრირება პარლამენტის უნარობის და უარისა საკუთარი მოვალეობების შეასრულოს. ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ მისი პოზიციებით, კომენტარებით ის გამორჩეული იყო, არის უმრავლესობაში. დღევანდელი გადაწყვეტილება არ ჯდებოდა, მოკლედ თქვენ ამბობთ, მისივე პოზიციებში. სხვათა შორის მე ვკითხე მას, იყო თუ არა გუშინ ივანიშვილთან ბატონი თალაკვაძის საუბარი TBC-ის საქმეზე. მათ სულისკვეთებაში თუ უსმინეთ თქვენ. კი ბატონო, ვკითხე, იყო თუ არა საუბარი TBC-ის ირგვლივ გუშინ ივანიშვილის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე და მან თქვა, რომ მათ შორის TBC-ის თემაზეც იყო საუბარი ივანიშვილთან. ფიქრობთ, რომ გუშინდელი შეხვედრა იყო გადამწყვეტი ამ მიმართულებით, თალაკვაძე კაკულია და სპეციალისტები ხდებოდნენ მას. სიმართლე რო ვთქვათ. ბატონი კაკულია ყოყმანობდა ბოლო წამამდე და ჩვენ გვაქვს ურთიერთობა მასთან, ხო? ოპონენტები ვართ, მაგრამ ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი გზავნილი, ჩემი პირადად და ყველა ჩვენი თანაგუნდელის იყო მარტივი, რომ ეს სამარცხვინო ნაბიჯი იქნება პარლამენტისთვის, კომიტეტისთვის, ასე უტიფრად კანონის დარღვევა, ასეთი ინტერესის დროს საზოგადოების მხრიდან, მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილის უმრავლესობას უბრალოდ არ სურს და უნდა რომ გადაეფაროს გვენეტაძის წინ ასე გათელვა ფეხქვეშ თამაშის წესების, რომელიც თვითონ დაადგინეს და ის შინაგანად მე დარწმუნებული ვარ იზიაში, დარწმუნებული ვარ, ვიცი, იზიარებს ამ შეხედულებებს. მაგრამ აი ეს მოწოდებები რაც იქ ისმოდა, ეხლა ფიზიკურად კი არ შეხებია ვინმე ბატონ კაკულიას, მაგრამ იქ ინტენსიურად ემოციურად სახელმწიფოებრივი, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია, გითხრა ეროვნულ ბანკმა რომ არ მინდა ამაზე ლაპარაკიო, თქვენ რაღაც პოლიტიკური შოუ გსურთ, როგორ შეიძლება ეს გამოვა და ანუ პრაქტიკულად საკითხი დაუყენეს ამ ადამიანს და საჯაროდად ჩანდა ეს რომ რაღაც მისი გუნდის ღალატი იყო და ივანიშვილის ლოიალობის ღალატი იყო, თუ კი ის ამ მოვალეობას ელემენტარულს კომიტეტისას შეასრულებდა. სამწუხაროდ ის გაწყდა ბოლოს, მე დამწუხვარ ამაზე, მაგრამ საერთო ჯამში ბატონ კაკულიას პერსონალური ბედი არ არის, ხო, არც ჩემი, არც მისი. აქ თავარი არის რა მდგომარეობაშია ჩვენი პარლამენტი და ქვეყანა, როდესაც ასეთი მაღალი ინტერესის საკითხზე ასე უტიფრად კითხვების დასმას არიდებენ თავს ჩვენი უმრავლესობის და ივანიშვილის გუნდის წევრები, ანუ ბლოკავენ პრაქტიკულად. მაგრამ ჩვენ ბოლომდე შევაწუხებთ მათ ყველა დემოკრატიული ინსტრუმენტით. ბატონ გიგა, მე არ ვიცი რამდენად აქვს ამის უფლება ეროვნულ ბანკს, რომ რაღაც პროკურატურისთვის განცხადება გაეგზავნა, მაგრამ ფიქრობ თუ არა, რომ პროკურატურის, ასე ვთქვათ, საჯაროობამ და მანამდე ერთ გარკვეულ ინტერნეტ პორტალზე გავრცელებულმა განცხადებამ ამ პროცესმა ისე დააზიანა უკვე შესაძლოა ბანკი ფინანსურად გამოჩნდა კიდეც და თავად ხაზარაძე ჯაფარიძე რომ დღეს უკვე აქ ვერაფერი ამ მიმართულებით რაღაც განსაკუთრებული ვერ მოხდებოდა თუნდაც არა რა თქმა უნდა ეს ლოგიკურია თქვენ კითხულობთ რომ თუ საუბარია თავისთავად ნებისმიერ საჯარო დისკუსიაზე ამ მოვლენებთან დაკავშირებით რაც დატრიალდა ბატონი ჯაფარიძის და ბატონი ხაზარაძის თავს, TBC-ის თავს და ანაკლის პორტის პროექტის თავს, ეს ყველაფერი აბსოლუტურად უკანონოდ და აშკარად მიზანმიმართულად დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტებიდან პროკურატურამ. თქვენ სწორად ბრძანეთ. ანუ იმ ეტაპზე, როდესაც ჯერ არც ბრალი არავის დაყენებული არ ქონდა. საერთოდ არაფერი არ ხდებოდა, მათ ჯერ სახელმწიფოსთან დაკავშირებული სოციალური პორტალების მეშვეობით, საინფორმაციო პორტალების მეშვეობით ეს ბინძური კამპანია დაიწყეს. მერე განცხადებაც გააკეთეს აბსოლუტურად ცდარი მნიშვნელოვან საკითხში ცდარი ინფორმაციით რომ თითქოს ფულის გათხრებას აქვს ადგილი ანუ ყველაზე მძიმე ბრალდება საბანკო საქმეში რაც შეიძლება იყოს რომ ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო და არც შეუწყვეტიათ მერე ეს ბინძური კამპანია და რა თქმა უნდა იქამდე ამას წინ უძღოდა თვითონ ივანიშვილის განცხადებებიც ბატონი ხაზარაძის წინამდე ტიბის ბანკის წინამდე ანუ თუ ლაპარაკია ამ სტანდარტის დაცვაზე რომ დროზე ადრე რომელიმე საგამოძიებო ან რეგულაციური ორგანოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ინფორმაციის გასაჯაროება არ უნდა მოხდეს და ეს ასეა ზოგჯერ. ეს არათუ მოხდა, ეს მოხდა კანონდარღვევით და აშკარად მიზანმიმართულად უკვე. და სრული ფარისეულობა და უტიფრობა ეხა იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელიც ამ საკითხზე მოსმენას ტარდება, რომ აი ეს კითხოთ, რატომ მოხდა ეს ასე? რატომ მოიქცნენ ესე? როგორ აფასებენ ამ საქციელს? რატომ მიიღო ბანკმა ეს გადაწყვეტილება და არა სხვა? ამ კითხვებს არ გვასმენებ და იმიზეზებენ ვითომ დაცვას მსხვერპლის.
ამას ვქვათ ცინიზმი კიდევ ერთხელ, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე არ გავჩერდებით და ბოლომდე მოუწევთ თავი მოიჭრათ. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა გიგა ბოკერიას ის ჩვენ შეკითხვებს პასუხობდა. დღის ამბები დასრულებულია. თქვენ რამდენიმე წუთში გელოდებათ TV პირველის ახალი ამბების 5 საათიანი გამოშვება. საღამოს კი ინგა გრიგოლიას რეაქცია. ჩვენ ხვალ 2-ზე და 4-ზე შევხვდებით ერთმანეთს დროებით.